კიდევ ერთხელ მოგესალმებით, პროგრამას ეწოდება კომუნიკატორი, ტელეფონის ნომერს ვიზეპირებთ ნელ-ნელა 2-409-112 ამ ტელეფონის ნომერზე შეგიძლიათ მთელი გადაცემის მსვლელობისას დაგვიკავშირდეთ და რასაკვირველია ინტერნეტის მეშვეობით კომუნიკატორი G დაიმახსოვრეთ უბრალოდ ეს მისამართი, Facebook-საც ეს მისამართი გაგიყვანთ, ასე რომ პრობლემები მე მგონი კომუნიკაციის არ გვაქვს. დღეს მე მივესალმები ჩვენ სტუმარს, გილოცავთ ახალ წელს, პოტრონ გიორგი. მოგესალმებით, ჩვენი სტუმარია ფილოსოფოსი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მაისურაძე. დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ბარემ პირველი კითხვა, ვინაიდან ჩვენ 2014 წლის შეჯამებას ვცდილობთ, პოზიტივით დავიწყოთ და რა პოზიტიურ მოვლენებს გაიხსენებდით გასული წლიდან. საქართველოსთვის მე მგონი ერთნიშნულად ყველაზე პოზიტიური მოვლენა იყო ევროასოციაციების ხელშეკრულება, მისი რატიფიკაცია და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა კურიოზულ პირობებში მოხდა ეს ყველაფერი, ბრძოლა ხელმოწერისათვის და რაღაც ესეთი ცოტა ბავშვური თამაში და მერე ტორტზე პრემიერ-მინისტრის ხელმოწერა, ნუ ეს ალბათ ქართული კურიოზი იყო, მაგრამ თავისთავად რაღაცით ხონდა დავიმახსოვროთ ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტი. კი, ესეც ალბათ რაღაცნაირად შეიძლება ითქვას პოზიტიურად, ნუ იუმორის პოზიტიური ფენომენია და ამდენად რადგანაც პრემიერ-მინისტრს ასე სურს ხელმოწერის გამოჩენა და უკვე ტორტზე უკვდავყოფს მერე შემდგომში თავის ავტოგრაფს, ალბათ ესეც ქართული იუმორისტული სამყაროს ნაწილი არის და მან დაიმკვიდრა ხელმოწერით ღირსეული ადგილი ალბათ იუმორისტულ სფეროშიც. და თავისთავად ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა და მე მგონი ყველაზე პოზიტიური, გამორჩეულად პოზიტიური გასული წლის. გლობალური მოვლენები რა გავლენას ახდენენ შარშან ჩვენზე თქვათ არის რამდენიმე თემა, რომელიც დომინირებდა პრესაში შარშან, რასაკვირველია ებოლას თემა, რასაკვირველია ისლამური სახელმწიფოს თემა, უკრაინის მოვლენები. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი რამე გავლენა მოახდინა ისეთი რასაც ვიგრძნობ თქვათ შემდეგ წელს? თავისთავად რა თქმა უნდა ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია უკრაინის მოვლენები და საქართველოს ამ ველში არის. უკრაინის მოვლენები თავისი ჯაჭვური რეაქციით ამას მოყვა თქვათ რუსეთის პრინციპში შეიძლება ითქვას იზოლაციაში, საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა, მისი რეალური სახის თუ კიდევ ვინმე ეჭვიეპარებოდა ამაში მთლიანად გაშიშვლება და აი ეს მდგომარეობა, რომელშიც რუსეთი იმყოფება, რა თქმა უნდა, ახდენს ზეგავლენას საერთაშორისო პოლიტიკაზე და შესაბამისად მისი ერთგვარი კედელზე მიყენება, როგორც მას მსოფლიო საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა უპასუხა რა რეაქციითაც, ეს აიძულებს იმედია იმას, რომ რუსეთში გარკვეული შეიძლება დღეს და ხვალ არ მოხდეს ეს, მაგრამ ზოგადად მომავლის პერსპექტივაში ეს აიძულებს რუსეთს, რომ წავიდეს დათმობებზე და ცოტა გამოფხიზლდეს და ადეკვატური გახდეს თანამედროვე პროცესებისა. ის რაც ხდება სირიაში, ვთქვათ, ერაყში დღეს, ახდენს გარკვეულ გავლენას საქართველოზე. აი ჩვენ ვხედავთ ახლა პერიოდულად მე რამდენიმე სიუჟეტიც მაქვს ნანახი ქართულ მედიაში, აი ტოლვილების შესახებ, განსაკუთრებით ქურთული წარმოშობის ტოლვილებთან მიმართებაში. ეს არის ჩვენთვის რეალური საშიშროება ასეთი საშიშროება ორგანიზაციის არსებობა. გარდა ამისა, ქართველებიც მონაწილეობენ ამ ისლამურ საქართველოს მოქალაქეები. საშიშროება არის და ამას საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს საქართველოში სამწუხაროდ მე არ მინახავს ამაზე ესეთი კომპლექსური დისკუსიები და ანალიზი, იმდენად რამდენადაც ეს უკავშირდება ზოგადად ნატოს აღმოსავლურ პოლიტიკას და რეალურად ეს არის ეკო სამწუხაროდ ეს არის ეკო იმ პოლიტიკისა, რომელიც ნატომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაატარეს ახლო აღმოსავლეთში დაწყებული ერაყის ომიდან. ეს არის კიდევ ამ საშინელი მოვლენის ეკო. ის დიდი დესტაბილიზაცია, რომელთაც ისარგებლა ბევრმა სახიფათო ძალამაც, ისეთი არის როგორც არის თქვა რუსეთი იგივე და ცადა სათავისოდ გამოეყენებინა ეს და ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უხეში ჩარევები სხვა ქვეყნების პოლიტიკაში ყოველთვის სახიფათო რეაქციებს იწვევს. მე მახსოვს ერაყის ომის დასაწყისიც და როგორ პოზიტიურად და აღფრთოვანებით შეეგება ქართული საზოგადოება, რაც ჩემთვის იყო ნიმუში იმის, რომ ქართულ პოლიტიკურ ელიტას ელემენტარული ამბანური წარმოდგენა არ ჰქონდა საერთაშორისო პოლიტიკაზე და აი ეს ბრიყული აღფრთოვანება, რომელსაც მართველი ხშირად ან ბევრი პოლიტიკოსი გამოხატავდა, ეს უბრალოდ სამარცხვინო იყო და ვერ გაგება საერთაშორისო პროცესების. აი სამწუხარო ფაქტები ეს არის. მე მაშინ გერმანიაში ვცხოვრობდი და იქიდან ვადევნებდი თვალს და საქართველოს სრულიად ესეთი არაადეკვატურად ჩანდა ამ პროცესებში.
იგივე სირიასთან მიმართებაში რა თქმა უნდა გარდა იმისა რომ თვითონ ეს უნიკალური ქვეყანა ნადგურდება და ფაქტობრივად განადგურებულია კიდე რა უბედურებებს მოიტანს ეს კონფლიქტი ჯერ ალბათ ამის წინასწარმეტყველება და განსაზღვრა შეუძლებელია აქ არ მარტო ტოვილების რაღაცა დამანგრეველი ენერგიების კონსოლიდაცია რომელიც იქ მოხდა აი მთელი ამ ტერორისტული ორგანიზაცია სახელმწიფოს ჩამოყალიბების ფორმით და ჩვენი პოზიცია რო ეს ისლამური სამყაროა და ჩვენ არ გვეხება და საზღვარგარეთია აი ამაზე დაფიქრება ღირდა რომ სერიოზულად დავინტერესდეთ ჩვენს ირგვლივ რა ხდება იმიტომ რომ მე მგონია რომ ამჯერად საქართველოში ჯერჯერობით არ ფიქრობენ ამაზე ძირითადად არის რაღაცა უმრავლესობა ოპოზიციის პრობლემები და მუშტიკრივები აქტუალური თემა და როგორ ფიქრობთ რა ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები და საფრთხეები არსებობს საქართველოსთვის რეალური ანუ გარდა ამ წვრილმანი ბრძოლებისა და ზედაპირული პრობლემებისა რაც ჩანს ზედაპირზე გამოწვევები არის რომ საქართველოს პირველ რიგში თავი გაართვას აი ამ რთულ ვითარებაში, საერთაშორისო ვითარებაში და რაღაცნაირად სწორი პოზიციის დაკავება შეძლოს. ამას სჭირდება პრინციპში პოლიტიკოსთა მართველი პოლიტიკური ძალების მხრიდან საკმაოდ ძლიერი მე ვიტყოდი ინტელექტუალური ძალისხმევა, იმიტომ რომ აქ გონება და ცოდნა არის საჭირო და შესაბამისად სწორი პოზიციის, სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. სამწუხაროდ აი საფრთხეს ვხედავ აქ იმაში, რომ ნაკლები ძალები არის საქართველოს პოლიტიკურ მმართველ ძალებში, რომელსაც შეეძლო თქვა ინტელექტუალურად ამისი კარგად თავის გართმევა და ამასე დროს სწორი იქნებოდა რომ მათ დახმარებისთვის მიემართათ იმ ადამიანებისთვის, ვინც მეტნაკლებად ერკვევა, თუნდაც საჭირო იყოს უცხოეთიდან მათი მოწვევა. თუმცა სამოქალაქო ინიციატივებიც აი ვინ არიან ეს ადამიანები, იმიტომ რომ ჩვენ აი ხა რეალური პრობლემა გვაქვს მაგალითად, როდესაც გვიწევს რაღაცა თემების გარჩევა, ვართ აი ამ რეგულარულ ექსპერტების ზებნაში და კონსულტანტების და ანუ სპეციალისტების. რეალური ექსპერტები. რეალური ექსპერტები, რა თქმა უნდა, იცით ეს ძალიან რთული პრობლემაა რამდენად ჩვენ წლების განმავლობაში, ათწლეულების განმავლობაში რაღაც ეს ნარცისული ტკბობა გქონდა, რომ ჩვენისთანა კულტურული და ჩვენისთანა განათლებული და რაღაცა და რეალურად თავს ხუჭავდით იმასში, რომ საქართველოში არის კატასტროფული დეფიციტი განათლების, კულტურის, აზროვნების და ასე შემდეგ. ჩვენ განვიცდით რეგრესიას და ეს პროცესი არანაკლებ კატასტროფული და სახიფათო შეიძლება იყოს, ვიდრე ნებისმიერი ეკონომიკური თუ რა ვიცი, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენა და სირთულე. ჩვენ რაღაცა მომენტში შეიძლება აღმოჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რომ გონებრივად უძლურები ვიყოთ, თავი გავართვათ ჩვენს წინაშე მდგარ პრობლემებს და ამისი წვავე ნიშნები უკვე შეიმჩნევა. და საჭიროა ქმედება, ხა მე მახსოვს შარშანწინ იყო ეს, ახლა შარშანდელი არ არის, სასწავლო წლის გახსნა იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და იქ სტუდენტები აპროტესტებდნენ იმას, რომ არა გვაქვს სასწავლო საშუალება, რაში ვიხდით ფულს არ გვესმის და განათლების მინისტრი ამათ პასუხობს, რომ პატრიარქი გლოცავთ და მეტი რა გინდათ. და აი ამ გავს სისულელებს თუ არ მოეშვებიან პოლიტიკოსები და ფხიზლად არ შეხედავენ, თვალს არ გაუსწორებენ რეალობას, ჩვენ მართლა უბსკურულის პირას ვიდგებით, იმიტომ რომ კიდევ მეორე შეიძლება აღმოჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც პოლიტიკურ ძალებს მიიქნება თუ არა მარტო პოლიტიკის სფეროში, ნებისმიერ სფეროში ჩვენ არ შეგვწევდეს გონებრივად უნარი გავართვათ თავი ელემენტარულ ამოცანებს და პრობლემებს. ამდენად მთელი ინვესტიციები არის ჩასადები განათლების სისტემაში, რომელიც დღეს კატასტროფულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. თქვენ წლების მანძილზე გერმანიაში ცხოვრობდით, ურთიერთობა გაქვთ გერმანულ კულტურასთან და როგორც იცით ეს განათლების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და კარგად დაგეგმილია, ის მინიმუმ 12 წელზეა გათვლილი. თქვენ ხედავთ რამე მანიშნობს იმისას, რომ ვინმე საერთოდ ამ თემაზე ფიქრობს, ამის დაგეგმვაზე ფიქრობს, გრძელვადიან თქვა 12-10 წლიან პროცესზე საერთოდ. ჩვენთან მე მგონი საერთოდ რაღაცნაირად ისეთი ის არის დამკვიდრებული სტერეოტიპი, რომ ეს ხო ის არის რაღაცა მეორადი, მესამედი ხარისხის დანამატი რაღაცა გართობის სფერო ნაწილობრივ განათლება იქნება თუ კულტურა და შესაბამისი კულტურის და განათლების პოლიტიკის წარმომადგენლებიც ნახევრად ისინი, რა ვიცი, საგავთობო
პოლიტიკაც ნაწილობრივ შოუ-ბიზნესს ემსგავსება. შოუ ბიზნესის სად გაიგება რაღაცნაირად, რომ არსებობს სერიოზული საქმეები და მე ამას ემატება კიდე ისეთი სფერო, როგორიც ვთქვათ, მეცნიერება იქნება თუ კულტურის სფერო და შესაბამისად სერიოზული მსჯელობა, რომ ეს არის გადამწყვეტი სტრატეგიული სფერო და თუ ეს არ განვითარდა, ყველაფერი დანარჩენი განადგურდება. ამას მე მგონი ვერაცნობიერებენ და მე ვიტყოდი რომ უბრალოდ მართლ პოლიტიკურ ძალებს საქართველოში არ ყოფნით გონებრივი შესაძლებლობები იმისთვის რომ ეს განჭვრიტო. ძალიან დიდ ნაწილს მე ხა ყველა არ მინდა ერთ ფოფში მოვათავსო, მაგრამ ეხლა პარლამენტი რომელიც არის კრივის ასპარეზი და საცირკო სანახაობა დღესდღეობით საქართველოში, ამ პარლამენტს რომ მოთხოვო რომ მიიღოს გონებრივი გადაწყვეტილებები, რა თქმა უნდა იუმორის სფეროს მიეკუთვნება რა. მათ არ გააჩნიათ ამისი გონებრივი შესაძლებლობები. მუშტი კრივზე და აგრესიაზე რო არიან ორიენტირებული და კინკლაობა შეურაცხყოფა და რაღაცა აბსურდებია რა, მე ვერ მოვთხოვ იმ ხალხს, ვინც რომ მათ იმედზე ყოფნა შეუძლებელია. მართლ პოლიტიკურ ძალას ცხადი აქვს გადამწყვეტი როლი იმაში, როგორ იქნება ჩვენი მომავალი, ხო, მაგრამ რო არ დაველოდოთ მაინც და მაინც მათ გადამწყვეტ მნიშვნელობებს, ხო, ანუ სამოქალაქო ინიციატივები ხო არანაკლებ მნიშვნელოვანია, იგივე გამოწვევები, ხო, სამოქალაქო საზოგადოების წინაშე და პრინციპში ყველა ჩვენგანის წინაშე დგას, ცხადია ნაკლები როლი გვაქვს და მნიშვნელობა, მაგრამ მაინც და აი რას გამოყოფდით ესეთ მოვლენებად, რომელშიც საზოგადოების აქტიურობა პრინციპულად მნიშვნელოვანია, თუნდაც იმისთვის, რომ უბსკრულის პირას არ აღმოჩნდეთ. მაშინ დავიწყებდი თქვათ იგივე განათლების სფეროდან, რადგანაც მე თვითონ სამ სფეროში მუშაობ და მე ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა ეს არის აგრეთვე პირადი ინიციატივა, უმნიშვნელოვანესი, უბრალოდ მოემზადოს თქვათ ლექტორი და კარგად შეატაროს და არ მოაკლოს თავისი ძალისხმევა, იმუშაოს ამაზე, იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც არის და ასრულებდეს სერიოზულად მიუდგეს როგორც სტუდენტებს, ასევე თავის საქმეს, არა, სასწავლო პროცესი იქნება. საზოგადოებრივი ინიციატივა, რა თქმა უნდა, და ამ მხრივ მე მგონი პოზიტიური ძვრები იყო, რამდენადაც პროტესტის კულტურა ჩნდება. და მე მგონი ეს დაწყებული არის სწორედ 2012 წლიდან განსაკუთრებული ფორმით და აი ეს, რა ვიცი, ჩემთვის ეპოქალური სიმღერა სისტემა უნდა დაინგრეს, რომელსაც არ დაუკარგავს აქტუალობა, იმიტომ რომ სისტემა არ დანგრეულა, მან განიცადა კოსმეტიკური ოპერაცია ჩაუტარდა მას და ეს უნდა გვახსოვდეს. ეს მუდამ უნდა გვახსოვდეს და მე მგონი ყველაზე პოზიტიური 2012 წლის მოვლენა ჩემი აზრით იყო ზუსტად ეგ პროტესტი, ამაზე მე დაწერილიც მაქვს და გავიმეორებ საჯაროდ პირდაპირ ეთერში და ის პროტესტის სული უნდა გაძლიერდეს კიდევ უფრო მეტად, იქნება ახალგაზრდობი და შემოქმედებითი სფეროებიდან თუ ასე შემდეგ. ეს ეხება ძალადობის პრობლემას, ქალებზე ძალადობის პრობლემას, სექსუალური ნიშნით ძალადობის პრობლემას, ზოგადად ყველანაირი ნიშნით ძალადობას, უმცირესობების დისკრიმინაციას, აგრეთვე სოციალური პროტესტი. იცით, აი აგრეთვე კი არა, ერთ-ერთი მთავარი და გადამწყვეტი ეს მგონია. ყველაფერი დანარჩენი არის პრინციპში მოგონილი და ხელოვნურად შეთითხნილი რაღაცები. გარკვეული შედეგები გვაქვს, მაგალითად სულ რაღაცა ერთი თვის წინ შედეგი ვნახეთ, როდესაც მადნეული გაიფიცა და შრომელებმა, მუშებმა მიიღეს შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ მედია საკმაოდ ფრთხილად ფაქტიურად არც გაუშუქებენ, რაღაცა ეტაპი აშუქებდნენ, მაგრამ შედეგი როდესაც მიიღეს, გაჩუმდა უცებ მედია. არ ვიცი ეს რატომ მოხდა. ეს შემთხვევაშიც რკინიგზელების მან კი ხშირად არის საზოგადოებაში ის დამოკიდებულება, რომ პროტესტის ფორმა ძირითადად მიმართულია ან აქტუალობა რაღაცნაირად დედაქალაქზე და დედაქალაქის ცენტრალურ უბნებზე და ამაზე ტრიალებს. მაგრამ დანარჩენი ნაწილი, სწორედ ის ხალხი ათასობით მუშა, რომელიც არის მონურ მდგომარეობაში, იქნება ეს მაღაროელები, იქნება ეს გაზრეთის პრობლემა და ასე შემდეგ რკინიგზელები, არა, ადამიანები, რომელთა სასტიკი ექსპლუატაცია მიდის. აი სასტიკი ექსპლუატაცია ახალ წელს თუ გაიარეთ და გაივლიდით ალბათ სუპერმარკეტებში, არა, მე ხედავდი სუპერმარკეტის თანამშრომლებს, რომლებიც მონებად ამუშავებდნენ იქ. საათობით და რაღაც არაადამიანური დატვირთვით. კიდევ დავსვათ შეკითხვა,
უხდიან მათ. რამდენს უხდიან მიმტანებს გასტრონომიულ სფეროში, არა? რომ ეს არის რომ მათი ხელფასით შეუძლიათ მათ იმავე დაწესებულებაში ორი ფინჯანი ყავა იყიდონ. რატომ არის თბილისში უფრო ძვირი ფინჯანი ყავა თბილისის კაფეებში ვიდრე ბერლინში? სადაც საათობრივად მომსახურე პერსონალი 8 ევროს, არა საათში. და თბილისში მთელი დღის 10 საათის შრომა არის 8 ევროს შესაძლებელი, არა? ეს არის სასტიკი დისკრიმინაცია. მიუხედავად რომ ფასების თბილისში არის ხშირ შემთხვევაში უფრო მაღალი, ვიდრე ევროპულ დედაქალაქებში. და ეს უნდა გავაცნობიეროთ, იცით, იმიტომ რომ სანამ არ გათანაბრდება სოციალურად საზოგადოება და ეკონომიურად, არა, აქ რაღაც რეალურ ცვლილებებზე ილუზიები გვექნება მხოლოდ და მხოლოდ და სანამ სისტემა გვებრძვის ჩვენ, სისტემა უნდა დაინგრეს. ეს არის ჩემი მოკლე პასუხი. უნდა დაინგრეს, საფუძვლიანად უნდა შეიცვალოს და კოსმეტიკური ოპერაციები და რაღაცა უზანოური ჩარევები ამას ვერ უშუქებს. ჩვენ გავაგრძელოთ ეს საუბარი, მანამდე მაყურებელი ყავს ხაზზე. გამარჯობა, არის კონტაქტი? გამარჯობა დაბნო სერგი. გამარჯობა. ძალიან სასიამოვნოა ესე ვხედავ ტელეეკრანზე, ძალიან სასიამოვნოა თქვენი ხედვა უკვე აი ესეთი შეჭარმაგებული თითქოს უკვე ასახში დაღვინებული. დაბნო სერგი, მე მინდა მოგიწვიოთ ყველანი სერჯოლის რაიონის სოფელ ზედა სიმონეთში. დიახ, რატომ? აი რატომ? ისეთ მე ჩამოვედი სიტყვაში 2 წელიწადია. თბილისში რუსთაველზე მაცხოვრებელი და მთელი პრობლემები ეს სოციალური სპექტრი ჩემი თვალით ვნახე. დიახ. ნუ იცით რა, ჩვენ უფრო სწორად დათმული დიაგნოზი საერთოდ არის მკურნალობის თავი და თავი. ჩვენი საზოგადოება არის ძალიან მძიმედ ავად. ავად ვითი, იცით, სიზღბადი ორგანო ჩვენი სახელმწიფოსი იყო სოფელი. სოფელი აწვდიდა ცის ქალად, სოფელი იყო გამრავლების ადგილი, წარმოების ადგილი. სოფელი ქართული, სოფელი ფაქტურად ხდება. აი სტრუქტურა შეცვლილია, ხდება უკვე სტრუქტურის შესვლა იმ მხრივ, რომ წარმოების საშუალება კი არა, უფრო აი საგარეუბნო, სააგარაკო მეურნეობებია. ანუ თუ ჩვენ ქართულ სოფელს არ მივხედეთ, განათლება ოხრად ხდება. საქართველოს ოხრად ხდება და ისე კარგად გადაგვილი, შემოსული ტოლოს რო ვეძახით, ფაქტიურად მთელი სოფლის მოსახლეობა გავალულია საზღვარგარეთ. რა, სოფელში ხალხს ვერ ნახავ. ზემო სიმონეთი არა? ზემო სიმონეთი არა? ეს არის ზემო სიმონეთი, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ტიპიური სოფელი. კეთილი, თქვენ რას აკეთებთ ამ სოფელში? ისიც რა, მე ვარ ექიმი, ნარკოლოგი, დაუბრუნდი მამაპაპისა მტერას, იმიტომ რომ შემეწოდა ეს ჩემი სახლი. ეხლა ვისეთი მეურნეობა მაქვს, მე ჩემ ოჯახს თბილისში ვუზრუნველყოფ ჩემი წარმოებული პროდუქტები. ბოდით ასე მოვილაპარაკოთ. ჩვენ აუცილებლად გეწევით თქვენ, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელზეც მუშაობთ ახლა. ოპერატორები დაიმახსოვრებენ თქვენს საკონტაქტო ნომერს და დაგიკავშირეთ. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო თემაა, ძალიან დიდი მადლობა. რა უნდა აი სოფელი ერთ-ერთი თემაა, რასაკვირველია ფაქტიურად ჩვენ მივიწყებული კი არა, მე ზოგჯერ ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცა გარკვეულ ეტაპზე პრინციპულად ვანგრევდით სოფელს. არა და სოფელი პრინციპში გვარჩენდა ყოველთვის ჩვენ. რა შეიძლება ხა ეს რასაკვირველია თქვენ ალბათ ისე ვიტყვით რომ რაღაცა სახელმწიფო სტრუქტურები და გარკვეული, მაგრამ ჩვენ თვითონ როგორც აი რა შეგვიძლია, რითი შეგვიძლია დავეხმაროთ სოფელს, რა ვიქნებ გადავბარგდეთ მართლა მე ვიცი ძალიან ბევრი მეგობარი მყავს რომელიც ოცნებობს გადასვლას ხო მაგრამ აქ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ვადგებით ხოლმე იმიტომ რომ არა მარტო გადაბარგებაზე ცოტა ხნით წასვლაზეც არის ხოლმე ექიმი არ არის სკოლა არ არის გზა არ არის წყალი არ არის და ეს არის თან არა მარტო ესეთ ვთქვათ შედარებით ნაკლებად ცნობილ სოფლებში არამედ ვთქვათ ამ ზაფხულს ვიყავი ბაკურიანში და ხوارი ტურისტული ანდამატი რაღაცა ტურისტული ცენტრი არა და ჯერთი რომ ეს არის იმდენად დაბინძურებული და იმდენად დანაგვიანებული რომ შემზარავი იყო ამის ნახვა მთელი ტყეები იყო ნაგვის გორებით და ეს პლასტიკური ნაგვით და საკმაოდ სუსტი და გაპარტახებული ინფრასტრუქტურით. ხა რა შეიძლება ილაპარაკოთ ესეც ფაქტობრივად ესეც ცენტრალურ კურორტულ ტურისტულ ზონაზე არა და სხვა რა დღეში იქნება რა. მაგრამ ეს მომენტიც კიდე თბილისიდან წასვლის მეგონი იმითაც არის გამოწვეული რომ თბილისში არის კატასტროფული მდგომარეობა ეკოლოგიურად კატასტროფული
მე არ შემიძლია არ ვახსენო ის 21 საუკუნის ბარბაროსობა და სიმახინჯე, რასაც ქვია მანქანების ტროტუარებზე დაყენება და თბილისის ხელმძღვანელობა ავლენს სრულ უშუშურობას, რომ ამ ელემენტარულ პრობლემას გაართვას თავი. იმიტომ რომ როგორც ჩანს თვითონ ეშინიათ ან თვითონაც აყენებენ და სხვადასხვა დღეს რეაგირება მოახდინეს ჩვენ ვაჩვენეთ ერთ-ერთ კადრებით მოგვიანებით ვისაუბრებთ ამ თემაზე და გარკვეულწილად რეაგირება მოახდინეს დღეს ვისაუბრებთ ამ მე მგონია უბრალოდ მანქანების ტროტუარზე სიარულზე და საერთოდ პარკინგის თემაზე ჩვენ ნელ-ნელა უნდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ დაგვიბრუნდებით კიდევ სამწუხაროდ რაღაცა ისეთ პოზიტიური დაბოლოება გვინდოდა, მაგრამ პოზიტიური ალბათ ის არის, რომ ყველაფერი ნეგატიური შეიძლება იყოს ინსპირაციის და ქმედების სათავე. აი სწორედ ის, რომ ცუდ მდგომარეობაში ვართ, ამან უნდა მოგცეს იმპულსი იმისა და ენერგია იმის, რომ შევცვალოთ. და ყველაფერი არის იდეალურად მოცემული ამისათვის. უვარგისი ან სუსტი ხელისუფლება, ქაოსი, რაღაცა რეაქციული ძალების გაძლიერება და ეკონომიკური პრობლემა. ეს ყველაფერი უნდა იყოს შემოქმედებითი და არა მხოლოდ მხატვრულ შემოქმედებას გულისხმობ, არამედ ზოგადად ინსპირაცია იმის, რომ შევცვალოთ რაღაცები. ჩვენ ავიღოთ ხელში სათავეები და სისტემა უნდა დაიგოს. დიდი მადლობა ამ ტოპიკისთვის. კარგი, თქვენ უყურებთ კომუნიკატორს.